კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როგორც უკვე ვთქვით და დავაანონსეთ, დღეს ვსაუბრობთ სამთრის სპორტზე, ვსაუბრობთ სათხილამურო სპორტზე. აქტიური პერიოდია ახლა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სამთრის სპორტის სახეობებს მისდევს, ვინც ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით ამ ეტაპზე სპორტის სხვადასხვა სახეობებში. ჩვენ ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვისაუბრებთ სათხილამურო სპორტზე, აჭარის სათხილამურო სპორტის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ მეხეშიძე იქნება ჩვენთან ერთად, მას მივესალმებით. დღევანდელ დღეს მივულოცავთ აუცილებლად და ყველა დღანულ დღეს ასწავლებს და რა თქმა უნდა შედეგებს, რომელიც აჭარის ნაკრებმა დააფიქსირა მესტიაში გამართულ საქართველოს პირველობას, საქართველოს თასის, საქართველოს ჩემპიონატის გათამაშებებზე. მოდი ეს ქრონოლოგიურად რო მივყვეთ, წელი კი შეიძლება ამ წლიდან იწყებოდეს სათვლა რაღაცა კონკრეტული შედეგების, მაგრამ აქტიურად დაიწყეთ უკვე დეკემბრიდან მონაწილეობა შეჯიბრებებზე. ეს არის პირველი ეტაპი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ დღეს და მოდი შენ უფრო დეტალურად მოვუყევი მაყურებელს და აუხსენი ის მედლები, რომელიც მესტიაში პირველ ეტაპზე მიიღეს აჭარის ნაკრების წევრები. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის, ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სულიად საქართველოს მიულოცოთ დღევანდელი დღე, ასევე ყველა განვლილი დღესასწაული, რაც შეეხება მესტიაში გამართულ საქართველოს თასის პირველ ეტაპს. აღნიშნულ ტურნირზე აჭარის ნაკრებმა მთლიანობაში მოაგროვა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს медали, ჯამში 7 медали. ვარ ასე რომ ვთქვათ, კმაყოფილი, თუმცა მეტი შეგვეძლო. გამომდინარე იქიდან, რომ წელს თოვლებად ცოტათი გვეღალატა სრულიად საქართველოს მასშტაბით და არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მეტი ვარჯიშები გაგვევლო აღნიშნული ჩემპიონატის მოსამზადებლად. დეკემბერი საკმაოდ თბილი გამოდგა. კი, თბილი გამოდგა კურორტებისათვის. ვერ შევძელით სრული დატვირთით, რომ გქონოდა ვარჯიშები სპორტსმენებთან, თუმცა ეს 7 медали, რა თქმა უნდა, მათი დამსახურება, ინსტიტუტების დამსახურება, რომლებიც ჩართულები იყვნენ აღნიშნული სპორტსმენების მომზადებაში. იყო პირველი შეჯიბრი აჭარის ნაკრებისათვის და საომავლოდ შევეცდებით, რომ კიდე გავაუმჯობესოთ ეს შედეგები. კი ბატონო, მე დავასახელოთ ხო გამარჯვებულები, ვინც მედლები გააკეთეს ამ შეჯიბრებაზე. ჩვენ ნახავთ გარკვეულ ფოტოებსაც ამ ტურნირის. ლიკა პაპიძე პირველი ადგილი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებზე გვაქვს საუბარი. მეორე ადგილზე გავიდა დემურ მიქელაძე, როგორც ვიცით, თემურ მიქელაძე უბრალოდ ლუკა პაპიძეს ასევე პირველი ადგილი და ნატა მეხეშიძეს მესამე ადგილი, ხო, სწორად? მეორე ადგილი უბრალოდ, ხო, სწორად. აღსანიშნავია, რომ ლიკა პაპიძე ორივე დღეს გაიმარჯვა და გავიდა პირველ ადგილზე, 2 ოქროს медали მოიპოვა, ასევე ლუკა პაპიძემ ოქროს медали მოიპოვა პატარა საშუალო ასაკში. თემურ მიქელაძემ ასევე პატარა ასაკში მეორე და მესამე ადგილები დაიგავა და ნატა მეხეშიძემ ორივე დღეს ვერცხლის медальს დასჯერდა. კი ბატონო, მოდი აჭარის ნაკრებზე უფრო დეტალურად ვთქვათ, რა შემადგენლობით იყო წასული ნაკრები ამ შეჯიბრებებზე და იმაზეც ვისაუბროთ, რომ ეს არის первый ეტაპი და მეორე ეტაპს უკვე უმასპინძლებს ჩვენი რეგიონი და კონკრეტულად ჩვენი მთავარი კურორტი გოდერძი. მოგახსენებთ, ყველა გასვლით ეტაპზე აჭარის ნაკრები წარმოდგენილი იქნება 12 სპორტსმენით, ეს არის განსაზღვრული კვოტა, რაც წლის დასაწყისში განისაზღვრა. ადგილობრივ ტურნირზე, რომელიც ჩატარდება გოდერძის ეტაპი და სადაც გოდერძის ეტაპი იქნება, იქ შეგვეძლება გავარმაგებული კვოტით მივიღოთ მონაწილეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკვე სხვა სპორტსმენების წარმოსაჩენადაც. აქ დაგროვილი ქულები, სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ტურნირზე დაგროვილი ქულები უკვე შესაძლებლობას აძლევს სპორტსმენებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ოფიციალურად საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც უკვე 6-ეული იღებს მონაწილეობას. აქ დაგროვილი ქულებით იღებენ მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატზე ის 6 კაცი, ვინც იქნება საუკეთესო და უკვე იბრძოლებენ საქართველოს ჩემპიონის ტიტულისათვის. კი ბატონო, და გოდერძის ეტაპზეც ვისაუბროთ, რამდენად მზად ხვდება, თქვათ, კურორტი სპორტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ამ შეჯიბრებას, რომელიც უკვე თებერვლის დასაწყისში გაიმართება. მოგახსენებთ, აღნიშნული ტურნირი გოდერძზე უკვე ტრადიციულია, უკვე მესამე წელია გაუჩერებლივ ვატარებთ აღნიშნულ ტურნირს. პირველ წელს მხოლოდ აჭარა გამოდგა ის რეგიონი, რომელმაც ჩაატარა აღნიშნული ჩემპიონატი. შემდეგ წელს უკვე ჩაერთო მესტია, ბაკურიანი, რა თქმა უნდა, აჭარაც ჩართული იყო ამ საკითხში. წელს უკვე სხვადასხვა კურორტებზე, როგორც გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში, გოდერძეც ჩატარდება აღნიშნული ტურნირი.
რაც შეეხება მზადებას, ვფიქრობ, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ, ის გამოცდილება, რაც წინა წლებში დავაგროვეთ, უკვე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უკეთესად ჩავატაროთ წლევანდელი წლის ტურნირი. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აჭარის სპორტის სამინისტროს, რომელმაც პირველივე დღიდან ჩაერთო აღნიშნული ტურნირის საკითხებში ჩასატარებლად, რა იყო საჭირო, რა ინვენტარი იყო საჭირო, რა თანხები იყო. მთლიანობაში ფინანსურად უზრუნველყოფს აჭარის სპორტის დეპარტამენტი სპორტსმენთა განთავსებას, კვებას და ასე შემდეგ, ხოლო რიგ საკითხებს, აი საბაგირო ბილეთებს და ასე შემდეგ, უკვე ტრასის მოწყობას და ასე შემდეგ მთის კურორტების მართვის დეპარტამენტი. კი ბატონო, საკმაოდ კარგია. კიდევ თქვათ, კალენდარზე რო ვისაუბროთ წლის განმავლობაში რა ეტაპებია, რა ტურნირებია დარჩენილი, სადაც თქვათ აჭარის ნაკრების ხილვა შეიძლება და რომელიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ზამთრის სპორტის, კონკრეტულად სათხილამურო სპორტის რეგიონალური ასპექტისთვის. რა თქმა უნდა, დასაწყისში აღვნიშნე, რომ პირველი ტურნირი იყო სპორტსმენებისათვის ეს თოვლის საფარიდან გამომდინარე ვერ შევძელით. 8-ში იყო ჩანიშნული, 8-10 იყო აღნიშნული პირველობა ჩანიშნული მესტიაში, მაგრამ აი თოვლის გამო გადაიდო 14-15-ში ჩატარდა მოკლედ. უკვე აჭარაში, რაც შეეხება აჭარაში დაგეგმილ ტურნირებს, აჭარაში ჩატარდება დაახლოებით 5 სხვადასხვა სახელობის თუ მემორიალური ტურნირები, რასაც უზრუნველყოფს აჭარის სათხილამურო ფედერაცია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტები არიან ჩართული. შუახევში უკვე ჩატარდა რაიონის პირველობა, ასევე ხულოში. და სამომავლოდ უკვე ჯამში აჭარაში სხვადასხვა სპორტის, ესე რომ ვთქვათ, სახელობით იქნება თუ მემორიალური ან რაიონის პირველობები, ჯამში ტარდება 12 სხვადასხვა სახის ჩემპიონატი. ასევე აჭარის ნაკრები მონაწილეობას მიიღებს გასვლით საქართველოში ყველა ტურნირზე, რაც არის ახლა დაგეგმილი ამ ეტაპისათვის, რაც ვიცით ოფიციალურად არის, რომ მესტიაში არის დაგეგმილი 3 ტურნირი, ასევე ბაკურიანში არის დაგეგმილი 1 საერთაშორისო ტურნირი, სადაც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას სრული შემადგენლობით. გუდაურში არის დაგეგმილი ბავშვთა ტურნირი, სადაც ვფიქრობ, რომ ეს ტურნირები მნიშვნელოვანია უკვე პატარა თაობისთვის. მომავალ წელს ვინც უნდა ჩაერთოს აღნიშნულ ჩემპიონატებში. მოგეხსენებათ, ასაკობრივი ზღვარი არის განსაზღვრული საქართველოს თასზე. ამიტომ ვცდილობთ, რომ აი ესეთ ყველა გასვლით ტურნირზე მაქსიმალურად პატარები დავტვირთოთ და უკვე სამომავლოდ გქონდეს ის კონტინგენტი, რომ საქართველოს ჩემპიონატზე ყავდეს წარმატებული სპორტსმენები. კი ბატონო, ხო ეთყობა აი ამ თქვათ საგადახედავ საქართველოს ჩემპიონატს, ეთყობა რომ აჭარა ყველაზე ახალგაზრდული გუნდით არის წარმოდგენილი ყოველთვის და ამას აქვს თავისი, რა თქმა უნდა, მიზეზებიც, რომ ჩვენთან გარკვეულწილად მაინც ახალია ეს სპორტის სახეობა. ტრადიციები დიდი შეიძლება სპორტული მიმართულებით შეიძლება ვიღაცას კონდეს სამყარო მიმართულებით, მაგრამ როგორც ასეთი სპორტული ფორმა, ორგანიზაცია, ვარჯიში და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს არ ქონია და ამას აქვს ალბათ ახსნა ასეთი. თუმცა სამომავლო პერსპექტივისთვის ნამდვილად საინტერესოა სწორედ ეს ბავშვები, რომლებიც ჩვენ დავასახელეთ და არა მარტო ისინი არიან კიდევ მახსოვს ჩვენ წინა წლებში გვისაუბრია იმედის მომცემი სპორტსმენები, რომელთა განვითარებისთვისაც ბევრი რამ კეთდება. თუ შეგიძლია გითხრა, აი ვთქვათ, გასაგებია რომ ადგილობრივ ასპარეზზე თქვა საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ აი ვთქვათ ჩვენთან აქვე ახლოს არის იგივე თურქეთის რესპუბლიკა, რომელსაც ასევე აქვს გარკვეული სამთო სათხილამურო კურორტები და სპორტის მიმართულებით განვითარებები, აი მათთან თუ შეიძლება იყოს რამე გასვლით ტურნირები ან ასე შემდეგ, თუ ქონია ამაზე რაიმე კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, წინა წელს ვისაუბრეთ სპორტის დეპარტამენტის მინისტრთან ქალბატონი მანიჯარაძესთან აღნიშნული ტურნირის, ესე რომ ვთქვათ, ერთი კარგი საერთაშორისო ტურნირის აჭარაში ჩატარების მხრივ, სადაც სპორტის დეპარტამენტმა სულ მხარდაჭერა გამოთქვა, გვაქვს ამ ეტაპისათვის მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან, რომლებსაც ვცდილობთ, რომ ჩამოვიყვანოთ ჯერ ჩვენთან ადგილობრივ ტურნირზე და მივაღებინოთ მონაწილეობა. შემდეგ ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე იქნება გაცვლითი პროგრამები ან თურქეთის მიმართულებით, სომხეთის, აზერბაიჯანის მიმართულებით, იგივე ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც უფრო ძლიერები არიან ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნებთან შედარებით. ევროპა მაინც წამყვანი არის სათხილამურო სპორტის მიმართულებაში, რა თქმა უნდა, ამერიკა ძლიერი არის, მაგრამ ევროპა ბევრად წინ დგას. ამიტომ ვცდილობთ, რომ გავიდეთ ისეთ კომუნიკაცია, ისეთ კონტაქტებთან, რომლებიც უკვე სამომავლოდ გამოგვადგება ჩვენც, უფრო მეტ გამოცდილებას შეგვძენს და ვფიქრობ, რომ იქნება ერთი კარგი ტურნირი აჭარაშიც და რა თქმა უნდა გასვლითი ტურნირებიც. ხო, თან უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ რაც ზამთრის სპორტზე ვსაუბრობთ, რომ იგივე ევროპაშიც აღხსენე მთელი წლის განმავლობაში იქ
ეძებენ, დადიან ტურნირებზე, თქვათ არის თქვათ ამის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენთან რატომაც საკმაოდ მოკლეა ეს სეზონი და მხოლოდ რაღაცა ნოემბრიდან მარტამდე შეიძლება იყოს გაწელილი ეს რაღაცა ისიც კარგ შემთხვევაში და ეს ხო არ არის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ უფრო მეტი განვითარება ჰქონდეს ამ სპორტს. რა თქმა უნდა, არის ხელისშემშლელი ფაქტორი არის ის, რომ გვაქვს მოკლე სეზონი. ევროპის მყინვარებზე სპორტსმენები გაუჩერებლივ ვარჯიშობენ, არ აქვს არც აგვისტოს თვე არ არსებობს და არაფერი არც ზამთარი და ზაფხული ერთი და იგივეა მათთვის. ამიტომაც არის, რომ შედეგი სახეზეა და ყოველ შემთხვევაში ჩვენი სპორტსმენები სამი თვეს რეალებენ თოვლზე, დანარჩენი პერიოდი უთმობენ უკვე ფიზიკურ მომზადებას, ან საერთოდ ვერ უთმობენ რაღაც ასე რომ ვთქვათ და რა თქმა უნდა ხელისშემშლელი ფაქტორი არის ის, რომ საქართველოში არ გვაქვს 12 თვე თოვლის საფარი. ხო, 12 თვე თოვლის საფარი შეიძლება თქვათ არც იმ ქვეყნებს ჰქონდეთ, რომელიც ჩვენ ჩამოთვალე ევროპის ქვეყნებში, მაგრამ არის კონკრეტული ლოკაციები და ადგილები, სადაც არსებობს მაცივრები, არსებობს შესაბამისი ტრასები, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოდის, რომ მაინც ჩვენი სპორტსმენებისთვის სეზონურია და ცოტა სამოყვარულოსკენაც მიაქვს ამ თემას, იმიტომ რომ რაღაცა მხოლოდ 3 თვე, როცა შენი საყვარელი საქმით დაკავებული ხარ, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და შენი განვითარებისთვისაც არის საქართველოს უკვე ჩართული რაღაც რიგ საკითხებში, საქართველოს ნაკრების წევრები გადიან ესეთ მყინვარებზე სრიალებენ ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ მაინც მთელი წლის განმავლობაში მაინც ვერ არიან იქ და ასე რომ ვთქვათ და ხო, არა, მე ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებზე არ მაქვს ჩვენს ამ შემთხვევაში ჩვენს სპორტსმენებზე მაქვს საუბარი და მე იმიტომ მახსენეს, რომ ხელისშემშლელი ფაქტორი არის, რომ სეზონი საკმაოდ მოკლეა ზამთრის სპორტის ჩვენს პირობებში და გარკვეულწილად ესეც არის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი გამოცდილება მიიღონ ამ ადამიანებმა. მინდა კურორტ გოდერძის ამბავს დაუბრუნდე და დაუბრუნდე სპორტული მიმართულებით, ასევე ჩვენ სათხილამურო სპორტზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ უამრავი მიმართულება აქვს ზამთრის სპორტს. კიდათ სათხილამურო მიმართულებითაც, გიგანტური სლალომი, სლალომი, სნოუბორდი და შემდეგ. სათხილამურო სპორტის ფედერაცია კი გაბარია შენ ამ შემთხვევაში თენგო, მაგრამ თუ გაქვს რაიმე ვთქვათ სურვილი ან ფიქრი ჩანახატი, ასე შეიძლება იკითხოს ადამიანმა სხვა მიმართულებებით განვითარების ზამთრის სპორტის გოდერძის კურორტებზე. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, რომ წინა წლებში მე მონაწილეობას ვიღებდი საქართველოში გასამართ იგივე მსოფლიოს ჩემპიონატზე, სკი კროსში, სნოუბორდ კროსში, სხვადასხვა ტურნირებში ვიყავი ოლიმპიური ფესტივალი, სადაც ჩატარდა ალფაიმზე. აი ამ პერიოდში ნათლად დავფიქრდი იმაზე, რომ შესაძლებელია აჭარაში სხვადასხვა მიმართულების განვითარება, იგივე სნოუბორდის, სკი კროსის და სხვადასხვა სახეობები, რომლებიც შესაძლებელია იქნება, რომ უკვე საომავლოდ სხვადასხვა ასაკის ბავშვებში მომავალ თაობაში გამოიწვიოს ინტერესი. გოდერძზე ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა სრიალებს უკვე სნოუბორდზე, რაც პირველი იყო ჩემგან ის, რომ იმაზე ფიქრი, რომ აჭარაში აუცილებლად უნდა გავხსნათ რამდენიმე ჯგუფი, რომელიც იქნება უკვე სნოუბორდის მიმართულებით. საქართველოს ყავს სნოუბორდის ნაკრები, სნოუბორდის ნაკრების წევრები და აუცილებლად რატომაც არა, რომ აჭარიდანაც ყავდეს ვინმე, ვინც იქნება სნოუბორდში საქართველოს ნაკრების წევრი. ხო, ამ ყველაფერს სჭირდება რა თქმა უნდა სპეციალისტი და მწვრთნელი და ამის მოძებნაც მე მგონი რთული არ უნდა იყოს, თუმცა რთულია, როცა ადგილზე გინდა შენ ადამიანი, თქვა იგივე გოდერძზე ან სხვა კურორტებზე, სადაც მივლენ ადამიანები და ისწავლიან, იმეცადინებენ, ეს საკითხი ცოტა რთულია და ფინანსურად არის პირველ რიგში რთული, რომ დააორგანიზოს. ზოგადად ზამთრის სპორტი საკმაოდ ძვირი ჯდება, ესე გამოდის. და ამ შემთხვევაში მე ვიცი რომ შენ ახსენე წერა-სპორტის დეპარტამენტი, მათგან გაქვთ მხარდაჭერა გარკვეულ ინფრასტრუქტურაზე, ინვენტარზე და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც საჭიროა ალბათ კიდევ დამატებითი ფინანსების მოძება, როცა უკვე აი ასეთ რაღაცა სნოუბორდზე და ბევრ ასპექტზე მიდის მსჯელობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიძახი იმას, რომ კერძო სექტორის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერ სპორტის სახეობაში, არ აქვს მნიშვნელობა ეს სათხილამურო სპორტი იქნება თუ სხვა მიმართულება. კერძო სექტორი უნდა დაინტერესდეს იმით, რომ საქართველოში განავითაროს სხვადასხვა სპორტის მიმართულებები, არ აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობის თანხა იქნება მისგან ჩადებული აღნიშნულ სპორტის სახეობაში, იმიტომ რომ რაღაც მინიმალური თანხას კი შესაძლებელია გამოადგეს სპორტს იგივე ერთი საქმის გაკეთებაში.
წინა სტუმრობისასაც აღნიშნე მე და უკვე ჩამოგვივიდა კიდევაც კომპანია ნოვამ და გვასპონსორა ჩვენ აჭარის ნაკრები უკვე ქურთუკებით, რომელიც ერთდაირი ქურთუკებით იქნებიან ჩვენი სპორტსმენები წარმოადგენენ ყველა შეჯიბრებაზე. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისათვის. ხო, თვითონ რაღაცისთვის შეიძლება ეხლა მიზერი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმეს როცა ჭირდება, დიდი გვაქვს ამ ეტაპისთვის კიდე რამოდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება, სხვადასხვა საკითხებზე, ეს იქნება ინვენტარიზაციის საკითხი, უშუალოდ თხილამურებთან დაკავშირებით, ჩაცმულობასთან დაკავშირებით, სხვა რამეებთან დაკავშირებით გვაქვს რამოდენიმე კომპანიასთან უშუალოდ საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ამ კომპანიის ეს მაგალითი უკვე გამოგვადგება იმაში, რომ სხვა კომპანიებიც დავაინტერესოთ აღნიშნულ სპორტის სახეობაში, რომ ჩადოთ ფული. ჩვენ გვისაუბრია ასევე წინა წლებშიც სამ სტუდიაში ზოგადად ტურიზმის მობმაზე, რა თქმა უნდა, ზამთრის სპორტზე და თხილამურებზე ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა. სპორტული ტურიზმის თვალსაზრისით ჩვენ ვიცით, რომ თქვათ ბათუმი გარკვეულწილად არის ჰაბი და აქვს სპორტის ქალაქის სტატუსი და შემდეგ აქაც გარკვეული მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ არის იგივე რა ვიცი, ძლევოსნობის მანეჟით რომ მიხელმძღვანელოთ მარტო ეგეც კი მნიშვნელოვანია და ჯერჯერობით არ გვაქვს. ზამთრის სპორტის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველთვის მზარდია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ამდენი ქვეყნის მოქალაქე გადმოცხოვრდა ბათუმში, მოდი ასე ვიტყვი და ინტერესი მათი მხრიდან არის დიდი, მე როგორც ვიცი და ტურისტული ჯგუფებიც მრავლად დადიან იგივე გოდერძზე და სხვადასხვა წერტილებში, მაგრამ გოდერძი მე როგორც ვიცი, ვისთანაც მაქვს კონტაქტი, იქიდან გამომდინარე მათთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია, იმიტომ რომ თოვლის საფარი არის განსაკუთრებული. მე ვისთანაც ვისაუბრია ყოველ შემთხვევაში პირად საუბრებში ეს დაუფიქსირებია ჩემთან. ამ ყველაფრის თქვათ რაღაცა ფორმის მიცემა ის რომ სპორტული ტურიზმი ზამთრის მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდეს. რაიმე გეგმა იდეა თუ აქვს სახელმწიფო შემოშევებული და თუ გქონია შერამე კონცეფციასთან შეხება. რა თქმა უნდა, ყოველთვის იმას ვიძახდი, რომ ნებისმიერი კურორტის კუთხის ან რეგიონის რახან სპორტსმენი ვარ, არ ვიცი, შეიძლება მაგიტომაც ნებისმიერი კუთხე იქნება, ეს რაიონი, მუნიციპალიტეტი იქნება, ქალაქი იქნება, ვფიქრობ, რომ პირველი, რაც მას ტურიზმში, ასე ვთქვათ, განავითარებს სპორტულ ტურიზმში, ეს არის ძალიან ბევრი საერთაშორისო ტურნირების ჩატარება, რომელიც უკვე სხვადასხვა ქვეყნებში იწვევს ინტერესს. ბაკურიანში ჩატარებულმა წინა წლებში ჩატარებულმა მსოფლიო ჩემპიონატებმა ცხადყო, რომ ბაკურიანში ტურისტების რაოდენობამ უკვე იმატა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში შეიძლება არც კი იცოდნენ ბაკურიანი რომელი სად იყო, რომელი კურორტი იყო, თუმცა აღნიშნული ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ უკვე სხვადასხვა ქვეყნის სტუმრები ჩამოდიან, სრიალებენ და ნუ რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის ეს არის მომგებიანი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის და ხალხისთვისაც. ამიტომ მაქსიმალურად ბევრი ტურნირი უნდა ჩატარდეს ჩემი აზრით, ბევრი საერთაშორისო დონის ტურნირი, სადაც ჩამოსული იქნებიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპორტსმენები და უკვე სამომავლოდ ინტერესი იწვევს ჩვეულებრივ დამსვენებელი, ჩვეულებრივ ტურისტში, რომ მივიდეს იმ კურორტზე, ისრიალოს და მან თვითონ გამოცადოს ის არის კურორტი, როგორია, რა სასრიალო პირობებია და ასე შემდეგ. ხო, მთავარი პრობლემა იყო წლების განმავლობაში გზის პრობლემა, რის გამოც თქვა ფერხდებოდა იგივე ეგეთი ტურნირები იქნებოდა თუ საერთაშორისო ვიზიტორების ასვლა გოდერძზე, იყო ეს გარკვეული პრობლემა, მაგრამ ვიცი ძალიან მოკლე მონაკვეთი არის უკვე დარჩენილი და ესეც რაღაცით პრობლემას აღარ წარმოადგენს, ეს პრობლემაც აღმოიფხვრა ჩემი ყოველ შემთხვევაში ჩემი ინფორმაციით. დაახლოებით ბოლოს როცა ვიყავი მე ეხლა იანვრის 8-ში ვიყავი ბოლოს კურორტზე, დაახლოებით მთლიანობაში არის დარჩენილი 500 ან 600 მეტრის 600 მეტრი მოსასაფალტებელი დანარჩენი იდეალური გზა არის ნებისმიერი სხვადასხვა მარკის ავტომობილით შეიძლება რომ ახვიდეთ ამ ეტაპისათვის კურორტზე. ზამთრის საბურავები დაგჭირდებათ, აუცილებლად ზამთრის საბურავები უნდა გავითვალისწინოთ, ეს არ აქვს მნიშვნელობა თოვა, რა დონეზე იქნება, მაქსიმალურად იწმინდება გზები, არანაირი გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება არავის, რომ ამოვიდნენ და გამოცადონ კურორტ გოდერძზე სასრიალო ტრასები. ნებისმიერ ამინდში. სიმართლე გითხრა, მე დიდი ხანი არ ყოფილვარ და მაინტერესებს უკვე აი თქვათ იმ პერსპექტივიდან, როცა ბოლოს ვიყავი, რამდენიმე წლის წინ და დღეს უკვე რამდენად შეცვლილია თვითონ კურორტი, რამდენად შეცვლილია ინფრასტრუქტურა სპორტული თუნდაც და თუნდაც ტურისტული, რომელიც ვისარგებლებ შემთხვევით და 5-დან 9-ის ჩათვლით ვატარებთ გოდერძის ეტაპს და ხართ მოწვეული.
კი ბატონო, 5-დან 9-ის ჩათვლით ნებისმიერ ვიზიტორსაც შეუძლია რომ დაესწროს, მოვიდეს მაყურებლების რაოდენობაც შეზღუდული არ არის. რა თქმა უნდა, რაც მეტი მაყურებელი გვეყოლება, მით მეტი განვითარების შანსი გვაქვს. როგორც ვიცით და როგორც თენგომაც აღნიშნა, საქართველოს უძლიერესი სპორტსმენები შეიკრიბებიან. რა თქმა უნდა, საქართველოს დაახლოებით 90 ყველაზე კარგი სპორტსმენი შეიკრიბება გოდერძის სათხილამურო ტრასებზე, ამიტომ ვისაც უყვარს თოვლი, მთა, სრიალი, თხილამური, ყველას ვებოდებით, ვეპატიჟებით, დასრება რა თქმა უნდა უფასოა და რავი. შევატაროთ ერთი კარგი დროის გატარებაც შეიძლება რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ, წარმატებულ ტურნირს რა თქმა უნდა, არა მხოლოდ რაღაც აჭარის ნაკრებისთვის, არამედ წარმატებულ ჩატარებას და ექსცესების გარეშე რა თქმა უნდა, მთავარი არის ყოველთვის უსაფრთხოება, როცა ნავთობის სპორტზე გვაქვს საუბარი. მადლობა რომ ვიყავით დღეს სპორტ კლუბის სტუმარი, თენგო მეხეშიძე სტუმრობდა დღეს აჭარის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი. მე ამით დაგემშვიდობებით, დაგიტოვებთ მიმოხილვას გასული კვირის ყველაზე საინტერესო სპორტული სიახლეების და ერთმანეთს შევხვდებით უკვე მომავალ ორ შაბათს ნახვამდის. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი იტალიასთან გამართა და 14-16 დამარცხდა. იტალიელთა კარში ჰეტრიკი ვაკო დადვანმა და სტეფან პიეშივაცმა შეასრულეს. დუბლი თავი საბა ტყეშელაშვილმა და დუშან ვასიჩმა გამოიჩინეს, ხოლო თითო გოლი ნიკა შუშიაშვილის, ანდრია ბითაძის, ველტო ტანკოშიჩის და ანდრია ვლაჰოვიჩის ანგარიშზეა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ანწუთებში რუმინეთის ნაკრებთან თამაშობს. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია კი საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობს. ტურნირის დაწყების დღიდან ყოველ თამაში ვუმატებთ და ვუმატებთ. და რა ვიცი, ეხა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი თამაში გქონდა იტალიასთან, ძალიან კარგად ვიცოდით რომ არ ვიყავით ფავორიტები და რაღაც, მაგრამ ჩვენ რაც კი შეგვეძლო და როგორც კი შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა რაღაც გადაწყვეტილებები რაც საჯების მხრიდან იყო მიღებული ამ თამაში იყო არასწორი და ჩემი აზრით ძალიან დაეხმარნენ იტალიას ჩვენთან გამარჯვებაში და რაღაც დოზით მე ამით ვამაყობ რომ იტალიას ჩვენთან ესეთი რაღაც დაჭირდა რომ მოეგო. ურთულეს თამაში იყო როგორც ტემპი ისევე ემოციურად ყველანაირად, ვთვლი რომ იტალია ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია და ამ ევროპის ჩემპიონატზე ცდიან აუცილებლად მედალს შეუტიონ. ბედნიერი ვარ როგორც ვითამაშეთ ყოველმა ჩვენგანმა და ჩემი გუნდით, რავი, მართლა ესეთ მარცხია რომელიც სამაყოც კი არ ვიცი როგორ აქვს და სწორად სიტყვებით, უბრალოდ ერთ-ერთი საფიქრალი ეხლა რაც მაქვს ის არის რომ არასოდეს არ მიყვარს საჯებზე შეგა, მაგრამ ისეთი წითელი ბარათი მივიღე რომელიც არ უნდა გავარკვიო არის იმის საშუალება რომ ერთთამაშიანი დისკვალიფიკაცია მქონდეს და უნდა გავარკვიო ერთ-ერთი საფიქრალი ეხლა იქ მაქვს სამწუხაროდ. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მსოფლიო ხელბურთის გრანდს 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალს ხორვატიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 29-22 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები აშკარად აუტსაიდერი იყო, მეტოქემ გადამწყვეტი გაქცევის მოწყობა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეძლო. ჩვენი ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 7 გოლის გატანა მოახერხა. საქართველოსა და ხორვატიის გარდა ჯგუფში ნიდერლანდები და შვედეთი არიან. პლეი-ოფში ასპარეზობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გააგრძელებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ხელბურთის კიდევ ერთ გრანდთან და ტურნირის მასპინძელთან შვედეთთან დღეს განმართავს. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ძალიან დაიღალნენ ბიჭები, ყველაფერი გაიღეს აი ამ თამაშის კარგად დასრულებისთვის. ყველამ ნახეთ, რომ თითქმის ყველა და უკანა ხაზელები ხელით გამოვიყვანეთ მოედნიდან. ისეთი დაძაბული თამაში იყო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა წრეხის ქვეშაც ვიყავით, ასეთი ძლიერ გუნდს ვეთამაშებით თუ ვიგებთ და იმ გუნდს არაფერი არ გამოსდის და აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ ძალიან არ უნდა ვთქვა ალბათ ეგეთი რაღაცა, მაგრამ ძალიან ცუდი მსაჯობით შეიძლება ითქვას, რომ გამოგზავნეს ეს გამარჯვება. მაგრამ მე ბედნიერი ვარ ვიღაცას რო ეთქვა, რომ ორი დღის წინ ესეთი ანგარიში იქნებოდა, უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი, იმიტომ რომ ჩვენ ოლიმპიურ ჩემპიონებთან ესეთი თამაში და ესეთი ანგარიში დავთ, მაგრამ დღევანდელ დღეს ჩვენი ბიჭები უფრო მეც იმსახურებდნენ, ყველა მეცეს. დაწყვეტილი ვარ, იმიტომ რომ მსგავსი თამაში ჩემს მე მოიგო. ჩემზით გავაკვირვეთ, არ გველოდებოდნენ ესე ძალიან დავარტყით თავიდანვე და უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ არაუშავს რა თქმა უნდა უშავს, მაგრამ ნუ ეხლა რას ვიზამთ, შედეგს ეხლა ვერ შევცვლით, ამიტომაც შემდეგი თამაშებში ეხლა უნდა დავისვენოთ კარგად და შემდეგ თამაშებში უნდა გამოვუვასწოროთ ეს შეცდომები რაც იყო. გვეთამაშებით შვედებს, რომლებიც არის ყველა მიცით მოგხსენება შვედები როგორი გუნდი არის, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. ბოლომდე გამოვიდე და ჩვენი მთელი გულისული
სხეული, რაც გვაქვს დავდოთ ბოლომდე და შევეცადოთ რომ გავიმარჯვოთ. მე მინდა თითოეულ ხელბურთელს მადლობა გადაუხადო საინტერესო და დაძაბული მატჩისთვის. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან დამარცხდა. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ ორ თამაშში საქართველოს ხელბურთთა ეროვნული ნაკრები უფრო საინტერესო და უფრო შედეგიან თამაშს აჩვენებს. საქართველოს ფუტზალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. 18 იანვარს ჩვენი გუნდი ლატვიაში გაიმგზავრა და საწვრთნელი პროცესი რიგის ოლიმპიურ სპორტულ ცენტრში გამართა. ფუტზალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან. აქვე გეტყვით, რომ ავთანდილ ასათიანის გუნდი კონტინენტის პირველობაზე პირველ შეხვედრას მასმინძე ლატვიის წინააღმდეგ 21 იანვარს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. ჩამოვით რიგაში, პირველი ვარჯიში გავმართ დღეს, კიდევ იქნება ხვალზე, კიდევ 3 დღე დარჩა, რა თქმა უნდა. თამაშამდე, როგორც ხედავთ, გუნდში იდეალური გაწყობაა. ყველანი მზად ვართ ამ თამაშისთვის, ვემზადებით, კიდევ გვაქვს 2-3 დღე, რომ ეს თამაში ბოლომდე ამოწურდა, რა თქმა უნდა, 100% მზად ვართ მთელი გუნდი. გუნდში ძალიან კარგი განწყობა არის და დარწმუნებული ვარ, როგორც მე, ასევე ბიჭებიც სულ მოთხოვნად ელოდებიან პირველ თამაშს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, როცა ევროპის ჩემპიონატზე შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ და დიდი იმედი მაქვს ყველაფერი ისე წავა როგორც ჩვენ გვინდა. ეროვნული ლიგის ახალი 2026 წლის სეზონის კალენდარი ცნობილია. გათამაშება 28 თებერვალს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება, ხოლო ლიგა 2 1 მარტს დაიწყება და 5 დეკემბერს დასრულდება. 6 წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგას რუსთავი დაუბრუნდა, ხოლო სპაირი და ტყიბულის მეშახტე ტურნირზე სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ. აქვე გეტყვით, რომ დინამო ბათუმი პირველი ტურის მატჩს 1 მარტს სტუმრად დინამო თბილისის წინააღმდეგ გამართავს. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 2 ოქროს მედლით დაასრულა. პირველი ისტორიული ოქროს მედალი ჩვენს ნაკრების სპორტულ მოცეკვავეთა წყვილმა ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავამ მოუტანა. ჩვენი ნაკრების წარმომადგენლებმა მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში 215.76 ქულა დააგროვეს და ამ მაჩვენებლით პირველობა არავის დაუთმეს. კიდევ ერთი ისტორიული ოქროს მედლის მფლობელი ნიკა ეგაძე გახდა. ეგაძე მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში 273 ქულა დააგროვა და ამ შედეგით პირველი ქართველი მამაკაცი მოციგურავე გახდა, რომელმაც ერთეულთა თანრიგში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს 13-დან 18 იანვრის ჩათვლით ინგლისის ქალაქმა შეფილდმა უმასპინძლა და ტურნირზე სხვადასხვა დისციპლინაში 36 ქვეყნის 160-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ნიკას შედეგები წლიდან წლამდე იმდენად უმჯობესდებოდა, რომ ნამდვილად ჰქონდა დიდი მოლოდინი, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი ამ პროგრესის ლოგიკური შედეგით დასრულდებოდა. გასულ ევროპის ჩემპიონატზე მცირე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ ნიკა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა ასპარეზობა და წელს რა თქმა უნდა მეტი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ამ გამარჯვებით განსაკუთრებულად გაგვახარა. ნიკამ კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა და მაღალი კონკურენციის პირობებში დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. ძალიან ბედნიერი ვარ, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა მოხდა. ამ გამოსვლაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო, მაგრამ მიხარია რომ შევძელი სიმშვიდი შენარჩუნება და ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა თითოეულ მომენტში. ორი სუფთა პროგრამის შესრულებას და ევროპის ჩემპიონატის მოგებას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ახლა უბრალოდ უნდა დავიძინო და ნელ-ნელა გავიაზრო რომ ევროპის ჩემპიონი ვარ. ილია თოფურია 2025 წელს UFC-ში შესრულებული საუკეთესო ნოკაუტის ავტორი გახდა. ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარ გვერდზე დაწერა. ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ნოკაუტი თოფურიამ 2025 წლის ივნისში შეასრულა და აღნიშნული გამარჯვებით UFC-ს მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. ამ შედეგით კი ილია ისტორიაში მეათე მებრძოლი გახდა, რომელმაც მეორე წონის ქამარი მოიპოვა. მანამდე ის ქვემსუბუქ დივიზიონის ჩემპიონიც იყო. ამ დროისთვის 28 წლის ქართველ მებრძოლს შეხვედრა ჩანიშნული არ აქვს. მისი დაბრუნება 2026 წლის გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულშია მოსალოდნელი. რაც შეეხება მეტოქეს, სავარაუდოდ თოფურია მსუბუქი წონის დროებითი ქამრის მფლობელს, ჯასტინ გეიჯის ან პედი პიმბლეტს შეხვდება.